დღეს გადაცემა ევროპული საუბრების სტუმარია ბატონი ფატიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. დიდი მადლობა ბატონო ბიროლ, რომ დაგვთანხმდით ასეთ ხანგრძლივ ინტერვიუზე. თქვენ ამბობთ, რომ მსოფლიო ჩვენ შევედით ყველაზე დიდ ენერგოუსაფრთხოების კრიზისში, როგორც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. იმასაც ამბობთ, რომ ეს კრიზისი ძირფესვიანად შეცვლის საინვესტიციო სტრატეგიებს ენერგეტიკასთან მიმართებით. ასევე მიანიშნეთ, რომ აშკარად იკვეთება პარალელები 1970-იანი წლების კრიზისთან. მაინც რამდენად გამწვავდება მდგომარეობა. მე ამ კრიზისს ვუწოდე ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ისტორიაში. აქამდე 3 ენერგეტიკული კრიზისი ჰქონდა. 2 ნავთობის კრიზისი 1973 და 1979 წლებში და 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ევროპაში ჰქონდა ბუნებრივი აირის კრიზისი. თუ შევყრებთ სამივე კრიზისის დროს ნავთობისა და ბუნებრივი აირის დანაკარგებს, მისი მთლიანი მოცულობა გაცილებით ნაკლები გამოვა იმასთან შედარებით, რაც დავკარგეთ ახლო აღმოსავლეთის, ირანის კრიზისის გამო ახლა. ეს უზარმაზარი პრობლემაა გლობალური ენერგოსისტემისთვის, გლობალური ეკონომიკისთვის, ევროპისთვის და მის მიღმაც. როდესაც ამბობთ, რომ ეს კრიზისი ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს, ყველაზე მეტად გულისხმობთ ენერგეტიკას და ენერგოუსაფრთხოებას. მაინც რა ტიპის ცვლილებებია მოსალოდნელი? This shows us that the world is becoming more and more a dangerous place. ეს კრიზისი გვაჩვენებს, რომ სოფლიოში სულ უფრო და უფრო საშიში მდგომარეობა იქმნება და ქვეყნებს სულ ენერგორესურსები მოიმარაგონ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები გადახედავენ საკუთარ ენერგეტიკულ სტრატეგიებს, რათა გადაწყვეტონ თუ რომელი ტექნოლოგიისა და საწვევის არჩევა და რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჯობია. თუ რომელი ქვეყნებიდან შემოიტანონ ენერგორესურსები, მაგალითად და ამისთვის გადახედავენ საკუთარ ენერგეტიკულ სტრატეგიას. ეს კი ყველაზე დიდ გავლენას ინვესტიციებზე მოახდენს და სხვა საკითხებსაც შეეხება. აპრილის შუა რიცხვებში თქვენ რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ თვითმფრინავის საწვევთან დაკავშირებით, რომლებიც მედიამ აიტაცა. ყოველ შემთხვევაში ევროპაში ასეა. გაგვაფრთხილეთ, რომ 6 კვირაში შეიძლებოდა თვითმფრინავის საწვევის მარაგი მთლიანად ამოწურულიყო. ამის გამო ძალიან შეშფოთდნენ არა მხოლოდ ფინანსთა მინისტრები, არამედ ზოგადად ევროპელებიც, რადგან იფიქრეს, ზაფხული მოდის და რამდენად შევძლებთ მშობლებისადმი გატარებას. ვიყიდი კი ბილეთებს. როგორ ვითარება ახლა? გარედან ისე ჩანს, რომ ასეთი მძიმე სცენარი არ განხორციელდა, მაგრამ ასეა სინამდვილეში. 75% of it is jet fuel from Middle East normally, and it is not finished. ჩემი ასეთი კომენტარის მიზეზი ძალიან მარტივია. ევროპას როგორც წესი იმისთვის საჭირო თვითმფრინავის საწვევის 75% ახლო აღმოსავლეთიდან შემოაქვს, მაგრამ ეს ვერ არ მოხდება. და თუ ჩვენ თვითმფრინავის საწვევის მარაგებს გადავხედავთ, ისინი მცირდება. ამიტომ განაცხადეთ, რომ თუ ევროპა ვერ იპოვის იმპორტის ახალ წყაროს, სერიოზული პრობლემები შეგვექნება საჰაერო მიმოსვლის კუთხით. ამასობაში ევროპამ შეძლო თვითმფრინავის საწვევის გარკვეული რაოდენობის შემოტანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნიგერიიდან, რათა ახლო აღმოსავლეთთან მომარაგებაში გაჩენილი დანაკლისი შეეცვლო. ეს ნიშნავს, რომ ახლა, როდესაც მოგზაურობის სეზონი იწყება, მეტნაკლებად კარგი მდგომარეობა გვაქვს. თუმცა გაცილებით მეტის გადახდა მოგვიწევს თვითმფრინავით მგზავრობისთვის. But we are going to pay much higher for flying here or there. და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გამოდის, რომ საქმე გვაქვს არა საწვევით მომარაგების, არამედ ფასის კრიზისთან. მინდა გკითხოთ, ზუსტად ასეა, მაგრამ ნუ დავიწყებათ, რომ ჩემი ამ განცხადების შემდეგ მრავალმა კომპანიამ შეამცირა ფრენები. მათ შორის არის Lufthansa, სკანდინავიანი, Ryanair, KLM. ყველა ამ კომპანიამ შეამცირა ფრენები. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ ვკითხოთ, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიუსელში ზოგიერთ სჯეროდა, რომ ასეთი განცხადებები შიშის დათესვას უწყობდა ხელს. რას უპასუხებდით მათ? ეტყოდით, რომ არა, ეს ჩემი მოვალეობა იყო, რაც თქვი უნდა მეთქვა და არ უარყოფ ამ კომენტარებსო? Our motto is very clear. No fear, no favor. We look at the data. ჩვენი დევიზი ძალიან მკაფიოა. არავით არის შიში, არავით არის დანდობა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მომაცემებს და ვუგზავნით განგაში სიგნალს ქვეყნებს. ასე რომ მოქცეულიყავით, ისინი არ იჩქარებდნენ საწვევის მიღებას ნიგერიიდან და ამერიკიდან. და ჩვენი განგაშის სიგნალის დამსახურებით ქვეყნებმა შეძლეს თვითმფრინავის საწვევის რაღაც ნაწილის მიღება ჩვენგან და ნიგერიიდან, რაც ძლივს აგვარებს ამ პრობლემას. This is the problem. ამ გარემოების გათვალისწინებით როგორია ევროპის პერსპექტივა? უკეთესია წინა 2 თვესთან შედარებით, თუ ისევ გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ ახლახან ევროკომისიამ წლევანდელი ზრდის პროგნოზი შეამცირა. მე არ ვიტყოდი, რომ უკეთესია, მაგრამ წინანდელთან შედარებით ნაკლებად მწვავეა. Than before.
მაინც რა მოხდება წელს? Of course, we don't know what will happen with the state of Hormuz. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა მოხდება ჰორმუზის სრუტეში. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჰორმუზის სრუტე მთლიანად და უპირობოდ გაიხსნება. თუ ასე არ მოხდა, თვითმფრინავის საწვავის, დიზელის და ყველა სხვა დანარჩენის პრობლემა ისევ დარჩება მრავალი კვირის განმავლობაში. Will be with us for weeks to come. თუ შეგიძლიათ გარკვეული პროგნოზის გაკეთება, ეს როდის მოხდება? რადგან ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდა, რომ გეგმა აქვს. ფაქტია, რომ ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია. გაქვთ თუ არა განსაზღვრული რამე ვადა, რომლის მიხედვითაც მუშაობთ? Is open fully and unconditionally because დიახ, დიდი იმედი მაქვს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად და უპირობოდ გაიხსნება. სხვა შემთხვევაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში, არამედ სოფლის მეურნეობაშიც, რადგან უამრავი სასუქი შემოდის ამ სრუტიდან. პრობლემა კი ასეთია: ივლისსა და აგვისტოში მოგზაურობის სეზონი გვეწყდება, ამიტომ მოთხოვნა გაიზრდება და ამას ენერგების დარგვის სეზონიც მოსდევს ფერმერებისთვის. არადაღასაც ვხედავთ, ერთი მხრივ იკლებს მოწოდება ელექტროენერგიის წარმოება და სასუქების რაოდენობა, მეორე მხრივ მოთხოვნა მატულობს სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით. planting season for the farmers. So we are seeing on one hand the supply, the production of the energy and the fertilizers are going down, and at the same time the demand is going up because of the seasonal movements. ამერიკა მწვავე დააკრიტიკებდა ევროპელებს ნატოს კონტექსტში, ამბობდა, რომ ისინი არ აკეთებენ საკმარის ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის. თქვენ ხომ არ აკრიტიკებთ ევროპელებს, თუ ხვდებით საიდან მოდის ეს ყველაფერი, რომ არ შეუძლიათ ამ სრუტის გახსნა ერთ ღამეში და რომ ეს გლობალური კრიზისია. I mean, the geopolitical situation is very fragile, and it is not. გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან მყიფეა და არავისთვისაა საიდუმლო, რომ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. იგივე ეხება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ამის მიუხედავად შემიძლია გითხრათ, დღეს უფრო უარეს მდგომარეობაში მხოლოდ იმიტომ არ ვართ, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ჩვენ თერთმეტ განცხადება გავაკეთეთ ბაზარზე 400 მილიონი ბარელი ნავთობის გაშვების თაობაზე. I announced that we release ეს ისტორიულად დიდი რაოდენობა იყო. historical release, and it gave a lot of comfort to the market. ისტორიულად დიდი რაოდენობა იყო და ძალიან დიდი შეღავათი მისცა ბაზარს და ამის გაკეთება ერთსულოვნად მოახერხეთ. ამერიკა და ევროპა იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად დადგნენ. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო. So it was a real success story. მაგრამ რაღაც მომენტში ბაზარი იტყვის, რამდენად საკმარისია მოცულობა, თუ კი ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება. წელს კიდევ აპირებთ ბაზარზე ნავთობის მიწოდებას. Release brought the prices ამ ჩარივის შედეგად ფასი $20 დავაგდა, რაც ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის და ყველასთვის მსოფლიოში, უმრავლესობისთვის ასე ვიტყოდი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბაზარის ისტორიული მოცულობა 400 მილიონი ბარელი მივაწოდეთ, ეს ჩვენი რეზერვის მხოლოდ 20% იყო. 80% ისევ გვაქვს. თუ საჭირო იქნება, მზად ვართ ისევ მივაწოდოთ ბაზარს ეს მაგარი მასში, როცა საჭირო იქნება და როცა ასე გადაწყდება. release those stocks when ესე იგი ასეთ სცენარს ვარაუდობთ და გჯერათ, რომ თქვენი წევრები, ამერიკა, ევროპა და სხვები მონაწილეობას მიიღებენ მეორე რაუნდშიც, თუ საჭირო იქნება. so we are of course გასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ ბაზარს, მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა ეს. მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ სხვადასხვა მთავრობის ხელმძღვანელებთან, იქნება ეს ევროპა, ამერიკა, იაპონია, კორეა თუ სხვები. თუ საჭირო იქნება, მზად ვარ დაუყოვნებლივი მოქმედოთ. immediately. როგორ გონიათ ეს საჭირო იქნება ზაფხულში, როდესაც მესამე კვარტლის შედეგები დაიდება, თუ კი ისევ არავითარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. უკვე დათქმულ ვადაზე მუშაობ, თუ ეს უბრალოდ სურვილია? არა, ეს არის გეგმა, რომელიც არსებობს და მოქმედება თუ საჭირო იქნება. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მივაწოდოთ ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რაც ჰორმუზის სრუტეში მოხდება. ეს არ არის მაინც და მაინც მიწოდების კრიზისი. ნავთობის ამოქაჩვა შესაძლებელია. პრობლემა ისაა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იერიში მიიტანეს და ნავთობი ვეღარ გამოგვაქვს ჰორმუზის სრუტიდან. ასე რომ ეს ფასის პრობლემაა ევროპელებისთვის. ევროპელები ძალიან ღელავენ, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რაც 2022 წელს მოხდა, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი ვეღარ უძლებს კიდევ ერთ ფასების ომს. ნახეთ იტალიის პრემიერ-მინისტრის ძალიან კრიტიკული გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ასეთი ფასი ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ინდუსტრიას. რა არის ალტერნატივა? Entered this crisis before the 28th of February, we had a lot of oil in the markets, a surplus of oil. And after this crisis has started, we used this surplus. ფაქტი ის არის, რომ სოფლიოს ცოტათი გაგვიმართლა ახლა, რადგან სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა 28 თებერვალამდე ბაზარზე ჭარბი ნავთობი იყო. და როდესაც კრიზისი დაიწყო, ეს ჭარბი რაოდენობა გამოვიყენეთ და გარკვეული მარაგები გავიტანეთ. ამას ისევ ვიყენებ და მარაგები ამოწურის პირასაა. თუ მარაგები ისევ შემცირდება, რასაც დაემატება ივლისის-აგვისტოს პერიოდი, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება მოგზაურობის სეზონის გამო, მაშინ ვიტყვი, რომ წითელ ზონაში შევდივართ ბაზარებზე ზემოქმედებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ინფლაცია გაიზრდოს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ეკონომიკის ზრდა დაზარალდება. ევროპას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ
კიდევ ერთხელ დაუდგება რთული დრო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს რთული პერიოდის გავლა. თუ ვითარება არ გამოსწორდა და თუ ჰორმუზის პრობლემა არ გადაწყდა. Russia's invasion of Ukraine, we already went through this difficult time. We may face again a difficult time if the situation is not better and if the problem with the Hormuz is not solved. და ეს რთული დრო რას ნიშნავს? რადგან ევროკავშირის წევრებს შორის უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიიღო ევროკომისიამ ყველა საჭირო ზომა, რაც შეეძლო. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი კრიზისი. ეს არის ჩუმი კრიზისი, რადგან ფასების ზრდა არ მომხდარა ერთ ღამეში, მაგრამ დიდხანს გაგრძელდა. კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა? რამდენად გესმით ჯორჯა მელონის იმედ გაცრუება? მოდი ვაღიაროთ, რომ მან ძალიან ხმამაღლა გამოხატა თავისი აზრი. შემიძლია გითხრათ, რომ ევროპაში ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი შეშფოთებულია ამის გამო, არა მხოლოდ ევროპაში, მე ვიყავი დიდ ბრიტანეთში, მთელ მსოფლიოში ასეა. ასეთ მდგომარეობაში იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ევროპა მოვლენების შუაგულშია და ეს უკვე გავიარეთ 4 წლის წინ. ახლა მეორე ხდება ძალიან მოკლე პერიოდში. ევროპის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვეღარ უმკლავდებიან ამ ამბავს კიდევ ერთხელ მას შემდეგ. Difficult times in terms of our economy, the inflation numbers will go up. იმედი მაქვს, რომ არ დასჭირდებათ, მაგრამ შიშობ კიდევ ერთხელ მოგვიწევს რთული დროის გავლა ჩვენი ეკონომიკის თვალსაზრისით. ინფლაცია გაიზრდება და ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება ევროპაში. საკითხი ისე კი არ დგას დაზარალდება თუ არ, არამედ რამდენად დაზარალდება. აი ეს არის პრობლემა. ასე რომ რაც უფრო მალე გაიხსნება ჰორმუზი სრულად და უპირობოდ, მით უკეთესი ჩვენი ევროპული ეკონომიკისთვის. თუმცა მთელი მსოფლიო ამბობს, რომ არ გადაუხდის არავითარ გადასახადს ირანის რეჟიმს. ევროპელები ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ არ გადაიხდიან გავლის საფასურს. მაგრამ მინდა გკითხოთ ასეთი რამ. როგორც თავად ამბობთ, საკითხავი ის არის, თუ რამდენად გაუარესდება მდგომარეობა. ამის გამო დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ იქნებ სწორედ ახლა რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქციის გადახედვის დრო. როგორც ვნახეთ, ამერიკამ გაახანგრძლება სანქციის შეჩერების ვადა. დიდი ბრიტანეთი, როგორც ჩანს, ფიქრობს ამაზე, შეიძლება ამას ღიად არ ამბობს, მაგრამ მესამე ქვეყნის გავლით განიხილავს. ევროპა ამბობს, რომ ახლა არ არის რუსეთზე წნეხის შერბილების დრო. თქვენც ასეთ სცენარს ხედავთ? As a reaction to that, Europe made a lot of good things. But also some I think ჩვენ უკვე ვისაუბრეთ 70-იანი წლების ნავთობის კრიზისზე. ევროპამ მისაპასუხოდ უამრავი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჩემი აზრით გარკვეული მცდარი არჩევანიც გააკეთა. მაგალითად, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ იმ დროს იფიქრა, რომ აღმოსავლეთზე ჭარბია დამოკიდებულება სარისკო იყო და სავსებით სამართლიანადაც. დიაგნოზი სწორი იყო, მაგრამ ევროპა სანაცვლოდ რუსეთზე გადაერთა. რუსეთზე ჭარბი დამოკიდებულება კი ევროპის დიდი შეცდომა გახდა და ჩვენ გადავიხადეთ ამის ფასი 2022 წელს. ამიტომ ჩემი აზრით, ისევ რუსეთის კარზე დაკაკუნება დიდი შეცდომა იქნება, რომელიც ერთხელ უკვე ჩავიდეთ. ერთხელ შეცდომის დაშვება შეცდომაა, მაგრამ მისი გამეორება აღარ არის შეცდომა. Mistake. We made this mistake once it's a mistake. Doing second time is ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს რუსეთის კარზე კაკუნს ნიშნავს და ვლადიმერ პუტინი უბრალოდ სტრატეგიული შეცდომა კი არ იქნება ევროპელებისთვის, არამედ ფატალური შეცდომა. To be honest with you, there are many other options. უცბად რომ გითხრათ, ევროპას სხვა ბევრი არჩევანის გაკეთება შეუძლია, რომლებიც გაცილებით უსაფრთხოა ენერგოსისტემის, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით. System and in terms of for their foreign and defense policies. თანაც ევროკომისია განუწყვეტლივ იმეორებს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მიზანი ახლა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება და უფრო სუფთა შინაური ელექტროენერგიის წარმოებაა. პრობლემა ის არის, რომ ამას ძალიან მკაფიო პოლიტიკური წინააღმდეგობა ხვდება. ევროპული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგია არ არის გამოსავალი, რომ ის არ მოგცემს უსაფრთხოებას და თანაც საკმაოდ ძვირი ჩდება. არის თუ არა ეს ევროპელებისთვის მწვანე ტალღის დასასრული? პირველ რიგში მწვანე იქნება თუ სუფთა, რაც გინდა ის უწოდე განახლებად ენერგიას, ის ძალიან შეუწყობს ხელს ამას და არა მხოლოდ განახლებადი, ბირთვული ენერგიაც. We'll get a major boost from this, but not only renewables, nuclear power. თქვენ ამის მომხრე ხართ? Of course, both renewables and nuclear power will be the response to this, but რა თქმა უნდა, განახლებადი და ბირთვული ენერგიები იქნება პასუხი ამ პრობლემაზე, მაგრამ ერთ დღეში ჩვენ ვერ ჩავანაცვლეთ არსებულ ნავთობსა და გაზს განახლებადითა და ბირთვული ენერგიით. ისინი უნდა წავახალისოთ. მაგრამ ამავე დროს ნავთობი და ბუნებრივი აირი ისეთი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან უნდა შემოიტანოთ, რომლებიც არ უქმნიან საფრთხეს ევროპის სუვერენიტეტსა და ეკონომიკას და რომლებიც არ გამოიყენებენ ენერგორესურსებს იარაღად საერთაშორისო ურთიერთობებში. European sovereignty, European economy, and will not use energy as a weapon
in the international affairs. ამერიკისკენ უნდა გაიხედო, მაგრამ ზოგი შეგედავებოდათ, რომ მასთან ძალიან რთული ურთიერთობა გვაქვს ამჟამად. შეიძლება განიხილო ნორვეგია და სხვა რამდენიმე ქვეყანაც, მაგრამ ისევ და ისევ საკითხავია ფასთა შორის სხვაობა. ევროპული ინდუსტრია ამბობს, რომ ამ კუთხით ისინი ჯერ ისევ 2022 წლის იარებს იშუშებს და ვერ უწევს თანაბარ კონკურენციას ჩინეთსა და ამერიკას. თუ გსმენიათ ასეთი ტიპის კრიტიკა და რა შეიძლება გაკეთდეს? კიდევ გავიმეორებ, რომ 70-იან წლებში დაშვებული შეცდომა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ჭარბი დამოკიდებულება რუსეთით ჩავანაცვლეთ, უზარმაზარი შეცდომა იყო, მთავარი შეცდომა და ჩემი აზრით ენერგოუსაფრთხოების ოქროს წესი დივერსიფიკაციაა, რაც შეიძლება მეტი დივერსიფიკაცია უნდა მოვახერხოთ. და ამჯერად არც ერთ ქვეყანაზე არ უნდა გავხდეთ ზემეთად დამოკიდებული. მაგრამ ამავე დროს ისეთი ქვეყნები უნდა ვიპოვოთ, საიდანაც მხოლოდ უსაფრთხოდ კი არ შემოვიტანთ ენერგორესურსებს, არამედ ხელმისაწვდომ ფასადაც. არ მინდა დიპლომატიური დისკუსია წამოვიწყო, მაგრამ თუ გადაარდებთ, რომ ამერიკაზე ვართ მეტისმეტად დამოკიდებული როგორც ენერგიის მომწოდებელზე, ისმის კრიტიკა ამ ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმების ირგვლივ. ამბობენ, რომ ევროპელები არ ავითარებენ საკუთარ ენერგოპოტენციალს როგორც საჭიროა, რადგან ვალდებული არიან მილიარდებით ჩადონ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ ინფრასტრუქტურაში. არის თუ რა რისკი, როცა რუსეთს ტრამპის ამერიკით ანაცვლებს? ამერიკა ამჟამად ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ძირითადი ექსპორტიორია, ამიტომ სავსებით ნორმალურია, რომ ევროპამ ამერიკასგან მიიღოს ნავთობი და ბუნებრივი აირი. ზედმეტად დამოკიდებული არ ვიქნებით? მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ამერიკა თუ ნორვეგია, დივერსიფიკაცია უნდა მოვახდინოთ. ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩავაწყოთ. აი ეს არის ენერგოუსაფრთხოების პირველი წესი. ამასთან დაკავშირებით ორი ბოლო კითხვა მაქვს. მიმდინარეობს კამათი ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც, თუ რა მოუხერხოთ გარკვეულ კანონებს, რომლებიც უკვე მიიღეს. ისინი უკვე დამტკიცებულია და კანონის ძალა აქვთ, მაგრამ მათი განხორციელება, ვადები ალბათ შეჩერდება მწვანე პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა სუფთას უწოდებენ. აღარავინ ახსენებს მწვანეს, ახლა სუფთას ამბობენ. რამდენად სამართლიანია? ხომ არ არის დრო ვთქვათ, რომ მოდი შევწყვეტოთ ვალდებულებების დამატება, ცოტა ამოვისუნთქოთ. ეს კრიზისია და მოდი დავაპაუზოთ. In my view, დიახ, ჩემი აზრით ეს კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანი დროა ევროპისთვის, რათა გადახედოს თავის გრძელვადიან ენერგოსტრატეგიას, რადგან ჯერ რომ ევროპის კონკურენტუნარიანობა და სუვერენიტეტი კრიტიკულად არის დამოკიდებული ჩვენს ენერგოსტრატეგიაზე. უნდა გამოვიყენოთ ნავთობი და ბუნებრივი აირი გარკვეული დროით. შეუძლებელია მათი ჩანაცვლება, მაგრამ ჩემი აზრით ევროპის ენერგეტიკული მომავალი მისი ელექტრიფიკაციაა. ვერ აღმოვაჩენთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ვეებერთელა მარაგებს საფრანგეთში, გერმანიასა თუ პოლონეთში. რაც აღმოსაჩენი იყო, უკვე აღმოჩენილია, მაგრამ ელექტროენერგია შეგვიძლია მივიღოთ განახლებადი წყაროებიდან, ბირთვული სადგურებიდან, თუნდაც ბუნებრივი აირისგან თუ სხვა წყაროებიდან. ჩვენი ეკონომიკის ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც შესაძლებელია. ელექტრომობილები უნდა დავნერგოთ, რამდენადაც მოხერხდება. Electricity, we can generate electricity from renewables, from nuclear power, maybe from natural gas, from other things, and we should electrify our economies as much as possible. We should our transportation system. As much as possible electric cars. We should our heating pumps. და რატომ არ ხდება ეს ბატონო ბირო? ჩემი აზრით ჩვენ არ გვაქვს. ეს დიაგნოზი ხომ ახალი არ არის? Enough attention to this for me electric საკმარის ყურადღებას არ უთმობდით აქამდე. ჩემი აზრით ელექტრიფიკაცია გარემოს დაცვის კუთხით არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ევროპის სუვერენიტეტის თავდაცვისა და ევროპის საგარეო პოლიტიკისთვისაა აუცილებელი. ევროპის ეკონომიკა ძლიერი უნდა იყოს და აღარ იდგეს ფეხზე. ეს თუ გვინდა, ელექტრიფიკაციაა ჩვენი მომავალი ჩემი აზრით. electrification is the future for me. And just as a final question, of course, this is დაბოლო happening in კითხვა. the context ეს რასაკვირველია, უფრო ღრმა შინაარსის მქონე დებატების საგანია, რომელიც მარიო დრაგის ანგარიშიდან გამომდინარეობს, რომელშიც დრაგი თავდაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე მსჯელობს. საბოლოო ჯამში ეს დიდი პაკეტია და მას ცალ-ცალკე ვერ მოერევი. მაინც მაინტერესებს, ხომ არ გაგიცრუვდათ იმედი იმ ტემპის გამო, როგორც ევროპა მიიწევს წინ, რომ ფაქტობრივად ჯერ კიდევ იმაზე მსჯელობთ, უნდა დაიშვას თუ არა ბირთვული ენერგია გარდამავალ ეტაპზე, რომ ევროკავშირს როგორც ჩანს არ სურს იმდენი ფულის დახარჯვა, რამდენსაც მარიო დრაგი მიიჩნევს საჭიროდ. კიდევ თუ არის რამე რაშიც ეს მექანიზმი მოიკოჭლებს. this machine is just not taken off. Yeah. I mean, დიახ, იმის თქმა მინდა, რომ ევროპას მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ. მე მთელ მსოფლიოში მიწევს მოგზაურობა. ჩავდივარ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ისინი ევროპას აკრიტიკებენ? ისინი ევროპას აკრიტიკებენ. ჩემი აზრით ევროპელები თავადაც აკრიტიკებენ ევროპას და სხვებზე ბევრად მეტადაც. ერთ რამეს გეტყვით. ევროპელები მეტისმეტად აკრიტიკებენ საკუთარ თავს? they are a bit unfair to Europeans, but everybody else. Now, I have to tell you something. რა თქმა უნდა და ცოტათი უსამართლოდაც აკრიტიკებენ. არა მხოლოდ ევროპელები, არამედ ყველა სხვა დანარჩენიც. ერთ რამეს გეტყვით, როდესაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობთ,
ვფიქრობ, თუ კი ვკითხავ ადამიანს იქნება ეს აზიაში, ლათინურ თუ ჩრდილოეთ ამერიკაში, მაინც სადისურებდი ცხოვრებას მეთქი. პირველ რიგში ევროპას ასახელებენ, რადგან ევროპა არის იმ ღირებულებების მქონე ადგილი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჰუმანური, დემოკრატიული ფასეულობებია. ჩვენ დიდებული ინსტიტუტები გვაქვს, მაგრამ ენერგეტიკის თვალსაზრისით მე ენერგეტიკოსი ვარ და შემიძლია ამაზე საუბარი. ყოველთვის ავიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. უამრავი შეცდომა დაუშვით, მაგრამ ახლა ძალიან კაფეოდ უნდა ჩამოვყალიბდით. ელექტრიფიკაცია არის ჩვენი სუვერენიტეტის, კონკურენტუნარიანობის მომავალი. და თუ სწორ ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ასე მგონია ევროპა ძალიან ძლიერი იქნება, როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის კონკურენტუნარიანობისა და კონტინენტის სუვერენიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ენერგეტიკა. Competitiveness and sovereignty of the continent. დიდი მადლობა ბატონო ფატიხ, რომ მობრძანდით ევრონიუსზე. დიდი მადლობა.